რატო ეშინია ოპოზიციას, რატო არ ამბობენ რომ 4-ში უნდა შევიკრიბოთ? აი ეს კაცი ამას საერთოდ არ მინდა ხო პოლიტიკა და თქვა რომ 4 ოქტომბერს წინააღმდეგობა გავწიოთ, ვიბრძოლოთ და 4 ოქტომბერი და მერე რო არაფერი არ მოხდეს, კაცო ნიჰილიზმში ჩავარდება ხალხი. ეს რა დამოკიდებულება? ეს არის საქართველოსთვის გადარჩენის ბრძოლა და იქ ყველა უნდა იყოს. ვანო მერაბიშვილი დგას, ხაბეიშვილის უკან, ჯერ რა ვიცი 75 კილო ვარ, ყველა ჩემს უკან თუ დგას, რატო არ ჩანს არავინეს? სააკაშვილი? არავინე. შეიძლება ისინი ერთმანეთის გვერდიდან წარდგანან და შენ როგორ მოაკეთე რომ ყველა ერთად გაერთიანე. გარყვნილი კი არ არის, აი ფსკერზეა დასული აბსოლუტურად. ახაც ეტაპის მერე შენ რომ მოსუქდები, როგორც აი შაშობო გურიაში ხორს მოასუქებენ, მე აუცილებლად დაკლავენ. რასაც შეფი იტყვის, ისია, მის პირად უსაფრთხოებას იცავდა და ბოლომდე გადაფარებული იყო. ის ხალხი ბიძინა ივანიშვილმა შეჭამა თავის წეღან, რას თქვი, თავისი შვილები, თავისი სხეულის ჭამა დაიწყო. ჯუანშერი, თავდაცვის მინისტრი დაუჭირეს ყველა რა, ცოლისმა დაუჭირეს მოადგილე ვიღაცა და ნუ ჯუანშერზე გადიან და აბა ღარიბაშვილზე ჩვენება მომეციძმო და კაჩია რა, მთელი დღე არის კაჩი და უცებ ხამე ტელევიზორი თავ რაღაცა და ჩამოყევი და პროპაგანდისტულ არხზე რა იჩიტება. ბოდიშ და რა სითვლი და ეს 2-6-იანი როგორ გაეპარა? ხო, ეშმაკის ნიშანი. საჯის თვითონ არის იმ სტადიონზე. წესებსაც თვითონ ადგენს, შენ 11 კაცი იყავი, მე 32 უნდა ვიყო, გეუბნება. აგენს აღარ ვიტყვი, რატო იცი? იმიტომ რომ თვითონ თქვა კაცმა რომ მე რუსი ვარ, კაც. ერთიანობა მართლა რომ მოგვეხერხებინა. პირველსავე ტურში შემოვიგებ. 100,000-ობით ადამიანია ქუჩაში საჭირო, რომელიც გაზდის წნეხს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, 10,000 გამომწერზე უკვე მეტი ყავს და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ გამომწერს. ნახველები ფაქტობრივად 1 მილიონს მიუახლოვდით, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული თქვენი გამოწერა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე და ვისაუბრებთ პაატა რაზე, ნუ დავუანონსებ იმას რა ქვია, ჩვენს მაყურებელს საინტერესო საუბარი გვექნება. როგორ დავასრულოთ, როგორ დავამხოთ რეჟიმი, ან როგორ ემხობიან რეჟიმები, როგორც მოგეწონება თქვენ, აი იმ ასე ვთქვათ, სათაურით მოგყვევით და გვიყურეთ ის დრო, რაც სადაც გავარჩევთ ბევრ საინტერესო რამეს. პაატა, გამარჯობა, როგორ ახარ და გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. აბა დავიწყოთ. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. და ჩემი თხოვნა რომ თხოვო შენს მაყურებელს რომ გამოიწერონ ჩვენი არხი. რა თქმა უნდა, ხედავთ თქვენ ბოლო პერიოდში ლევან ხაბეიშვილი არის ყველაზე აქტიური იატა ქვეშეში მუშაობ. ეს რაღაც პატარა 5 კვადრატ იმაში და აგერს სხვათა შორის პატარა ვარსკვლავებს არ ვეთამაშებით. კი ბატონო. გამოიწერეთ, უყურეთ, აქ ბევრ საინტერესო სიახლეს გაიგებთ. კი ბატონო, პაატა, როგორ და მე როგორც ესე იგი რიგით მოქალაქეს, მაინტერესებს შენი პოზიცია. როგორ მთავრდებიან ესეთი რეჟიმები, როგორც არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ხა როგორია მაგი რო არ მოყვეთ, ანუ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ პირდაპირ. აი, როცა პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე, როცა არის საუბარი, რომ აი ვიღაცას რევოლუცია უნდა, ან არეულობა უნდა. ეგ არის ხელისუფლების პროპაგანდა სინამდვილეში რა, იაფასიანი პროპაგანდა. თავარი დეტონატორი, თავარი ფაქტორი რევოლუციების მოწყობის და არეულობების მოწყობის არის თვითონ ხელისუფლება. რომელიც გამორიცხავს დემოკრატიული საშუალებით რესტარტს, ანუ გადატვირთვის შესაძლებლობას. ჩვენ ვიცით, რომ ძალაუფლება არ ყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად ყვნის. ივანიშვილის რეჟიმი უკვე მეოთხე ვადაშია, ხო, ფაქტურად, ხო? მესამე ვადაში, მეოთხე ვადაში. მეოთხე ვადაშია. გარყვნილი კი არ არის, აი ფსკერზეა დასული აბსოლუტურად და არანაირი გადატვირთვის და რესტარტის საშუალება არ აქვს ქართულ ხალხს, იმიტომ აყალბებს არჩევნებს, ატარებს რეპრესიას და თვითგანადგურების რეჟიმშია თვითონ გადასული. ზოგს უკვირს ახლა რომ აი დაერივნენ ერთმანეთს, რატო ხდება? ეს არის კლასიკა ჟანრის, როცა რეჟიმი არის აბსოლუტურად უკონტროლო, ერთადერთი საშუალება რჩება, რომ საკუთარი თავი შეჭამოს თვითონ. თვითონ უბიძგოს ხალხს გამოიწვიოს ხალხი, კი, გამოიწვევს პირდაპირ ხალხს და არავინ არ დაიჯეროს, აი ნებისმიერი რევოლუცია, ნებისმიერი ცვლილება თვითონ ხელისუფლების მიერ არის ინსპირირებული ყოველთვის და მთავარი ფაქტორი, დეტონატორი ხალხის პროტესტის, ხალხის ქუჩაში გამოსვლის არის თვითონ დესტრუქციული ხელისუფლება. ჩვენ დღეს მაგარი გადაუყო იყო იმაზე რა სამთავრობო არხზე, ანუ თემა რა გაიჩნდა რომ ბურჭულაძე, ანუ ის რა ქვია ჯუანშერი, თავდაცვის მინისტრი დაუჭირეს ყველა რა, ცოლისმა დაუჭირეს მოადგილე ვიღაცა და ნუ ჯუანშერზე გადიან და აბა ღარიბაშვილზე ჩვენება მომეციძმო და კაჩია რა, მთელი დღე არის კაჩი და აი იმის დადასტურება რომ შიგნით ღარიბაშვილს ებძვიან და აი გომელაურს და აი გლილუაშვილს და რაღაცა ვერ გაიყვეს, ფული მოიტანა და უცებ ხამე ტელევიზორი თავ რაღაცა და ჩამოყევი და პროპაგანდისტულ არხზე რა იჩიტება. გორბის კვლევა. აი მომიცემ გადაობა რა არის, იცი რომ რა კვლევა. აგერ აი რა წარმოიდი როგორი ილუზორული სამყარო აქვს თვითონ შექმნილი რომ ვითომ რაღაცა პარტიების რეიტინგს ითვლიან და ბოდიშ და
რა სითვლითო? ყველა ის რა ქვია, პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი და ის რა ქვია, ციხეში ჩაყარე. აი არ არსებობს ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რო ციხეში არ იყოს, ხო? არ არსებობს და ვის სითვლიან, რა სითვლიან, მაგრამ ეგ იმის გადასაფარად, რომ იცი რა ეხა ეგ იმაზე კი არ ვილაპარაკო ჯუანშერზე. აი ეგ რაღაცა გორბის კვლევა. რა კვლევა? სხვა მიზანიც აქვს მაგას. პირველი მიზანი არის, რომ თვითონ ხელისუფლება გძნობს, აი თვითონ გძნობენ კანზე, რომ არანაირი დასახდენი საზოგადოებაში არ აქვს. შესაბამისად ცდილობენ, რომ ამ პროპაგანდით დააჯერონ ის ადამიანებს, რაც სინამდვილეში არ არის. ლეგიტიმაციის პრობლემას გძნობს ახლა. არც საერთაშორისო აღიარება აქვს, აგერ ხალხი 250 დღე რამის კუჩაშია გამოსული და სამი ფაქტორი აქვს, როცა პროპაგანდას გორბის კვლევას იყენებს. პირველი ფაქტორი არის, რომ საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ მე ყველაზე ძლიერი ვარ. ამ დროს არ არის ძლიერი და ცდილობს ეს დაამტკიცოს. მეორე ხო არჩევნები არ არის და ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, მაგრამ იმ ფარსშიც კი რაც უნდა დაიწეროს შედეგი, წინასწარ მოამზადოს საზოგადოება, აი მე 60% მაქვს უკვე და ეს გორბმას თქვა და მე რო დაწერს შედეგს, აი აქ ვარ ჩვენ. 66 მაქვს. თუ 66 აქვს თუ რა. ეს 2/6-იანი როგორ გაეპარათ? ხო, ეშმაკის ნიშანია და კიდე ერთი ნიშანი აქვს, რომ აი გამოუცდელი ვინც არის თქვა ოპოზიციაში, იმის დემოლარიზება მოახდინოს, რომ ესენი ისევე მაგრები არიან, ვიღაცა უნდა თქვას და მაშინ კაი ჩემი 15% მაინც გადავირჩინო ვიღაცა მოდი გავიდე და გადავრჩე 15%. ანუ გამოუცდელი ადამიანები შეიძლება ვიღაცამ ამაზე წამოიგოს, მაგრამ პირიქით არის სწორედ აი რასაც მაგას რა უნდა დაუპირისპიროთ და ჯუანშერის გადაფარვა და ღარიბაშვილის დაბრძოლის გადაფარვა. ეს ყველაფერი არის კრიზისის ნიშანი, კიდევ ერთხელ ვამბობ. აი უდიდეს პოლიტიკურ ჩიხშია შესული ქართული ოცნება, ისეთში რომ აი სასაული, უბრალოდ ეს დასრულდება, ხავე, მაგრამ რაზე ეცი დამოკიდებული, როდის ხო არ სვამენ კითხვას. როდის დასრულდება და დასრულდება მაშინ, რაც უფრო გაბედულები ვიქნებით და რაც უფრო ერთიანები ვიქნებით. ეს რეჟიმი მაინც რაღაც ეტაპზე, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მალე მოხდეს, იმიტომ რომ ის ზიანი, რასაც ყოველდღე აყენებს ივანიშვილი საქართველოს, რაც შეიძლება მალე ავარიდოთ ქვეყანას რა. და როდის დასრულდება, აი, რაც უფრო გაბედულად ვიმოქმედებთ და რაც უფრო ერთად ვიმოქმედებთ, ეგ არის. მაგრამ ერთ რამე უნდა კითხო რა, ეხლა მე ხო უყურებ სოციალურ ქსელებს, ტელევიზიას უყურებ და მაგალითად პაატა ბურჭულაძეს აქვს ინიციატივა, რომ 4 ოქტომბერი და ეხლა მე ჩაციებული ვარ ამას, რომ აი პაატა ბურჭულაძეს ინიციატივა და მე რა უკვე აი რატო ხაცა პაატას, იმიტომ რომ ნუ არ არის პარტიული პირობითად პარტია, აი ეს კაცი ამას საერთოდ არ მინდა ხო პოლიტიკა და მე მაგალითად მომწონს, რომ აზე პარტიული ადამიანია, რაღაცა ავტორიტეტი აქვს მისი და რატომაც არა თქვა რომ 4 ოქტომბერს მოდი ახლა ჩვენ რაღაცა წინააღმდეგობა გავწიოთ, ვიბრძოლოთ და ჩვენ ისე უკვე პატა უნდა გითხრა რა, ოპოზიციური ხო მოიცა 4 ოქტომბერი და მე რო არაფერი არ მოხდეს, კაცო ნიჰილიზმში ჩავარდება ხალხი. ეს რა დამოკიდებულება? ანუ ესე იგი აქცია არ უნდა დავნიშნოთ, იმიტომ რომ წინასწარ ვამბობენ რომ შედეგზე ჩვენ ძმაო ვერ გავალთ და ხო მოიცა რა მაშინ არ გვინდა. ანუ არ ვცადოთო რა. და ეს რა არის ბიჭო რა დამოკიდებულება? გეტყვი, დამკვიდრებულია ის არის წლების მანძილზე რომ თუ არ გამოვიდა, არა, როცდი 50-50-ზე მაინც არის და თუ არ ცდი 100%-ით არ გამოგდის, ხო? ყველა ვარიანტი 10-90 იყოს, მაინც უნდა სადო ყველა ვარიანტი და ძალიან საინტერესოა ამაზე ზუსტად იყო 8 პუნქტიანი გეგმა გიორგი ვაშაძის, რომელიც ციხიდან მოიწერა. იქ თავარი ერთ-ერთი კომპონენტი არის 4-ში დიდი შეკრებისთვის საერთო ეროვნული შეკრება დღედ გამოცხადება და ყველა მე ვფიქრობ, რომ იმას კი არ უნდა კონდეს მნიშვნელობა, ვინ დაანოსა უდიდეს პატივცემ პაატა ბურჭულაძეს მართლა და დაამტკიცა კიდევ ერთხელ, გარდა იმისა, რომ ცნობილი ბანია და საპატივცემლო ადამიანია მსოფლიოში, დაამტკიცა, რომ აი დგას ხალხთან ერთად, ნაბიჯი არ გაუკეთებია, ალბათ ყველაზე მეტი ჩემზე მეტ ხანსაც დგას იქ, ხო? და ნებისმიერ ადამიანზე მეტ ხანს დღე არ გაუმაზია ადამიანს. პაატას ბრძოლა კი არ არის ეს ან ლევან ხაბეიშვილის ან პაატა მანჯგალაძის, ეს არის საქართველოსთვის გადარჩენის ბრძოლა და იქ ყველა უნდა იყოს. არა, მაშინ მითხარი, არა, რატო ეშინია? მოდი ღია ვთქვათ რა, ეხლა პოდკასტში ვილაპარაკოთ, ეხლა შეიძლება არა, ეშინია. არა, რატო ეშინია ოპოზიციას, რატო არ ამბობენ რომ 4-ში უნდა შევიკრიბო? რა არის მართლა ბიჭო? აღლის ყვა გამომაბეს, არა 4-ში, არა იცით რა, მოდი 19 აგვისტოს შევიკრიბო, 19-ში 20 სექტემბერსაც შევიკრიბო, შეიძლება მანამდე მოხდეს რამე პატა, მე კი არ შეიძლება 15 სექტემბერს მოხდეს რაღაცა პირობითა და ხალხი გამოვიდეს, მე ეხლა მაგას ყოველ დღე ხო გვაქვს შეხება თქვა თან რუიანის ფორმატში ან სხვა ფორმატში ლიდერებთან კომუნიკაცია გვაქვს ხო? თავარი არის რომ ბევრი კიდე ერთხელ აგვიანებს შეფასებაში რა. ხო იყო ჯერ იყო უნიათოს ეძახდნენ ქართულ ოცნებას, მე თქვეს რომ რუსები კი არ არიან, უბრალოდ ემთხვევა ინტერესებს რაღაცა. ხო სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის ერთი ნაბიჯი შეფასებაში ამ ხალხს სულ აგვიანდებოდა რა. და პირდაპირ უნდა დავარქვათ სახელი, ეს არის მტრული რეჟიმი, რომელიც ებრძვის ქვეყანას და იქ შენი მოკლე პარტიული დღისესრიგებით გადაწყვეტილებების მიღება ქმნის პრობლემას. ანუ ახლა რა პრობლემა არის სინამდვილეში? ამ ხალხს აი მაგალითად არ მოწონს 8 პუნქტიანი გეგმა. პირდაპირ ვთქვა, თუ განა ერთიანობა არ უნდა თან ერთიანობაში რამეს შეიძლება საკრიტიკო იყოს. არა, ეს ვაშაძის რო არის, იმას ვერ მიხო. აი ვაშაძის გეგმა რო არის. ან
4-ში პაატა ბურჭულაძემ რო თქვა ის არ მოწონთ. აი ხაბეიშვილი რო აქტიურია და ხაბეიშვილმა რაღაცა თქვა ის არ მოწონთ. ანუ ხო და მოიცა ბოდიში და მაგ ჩემ ისე მათქან რა, მაგრამ ამოვიდა ბიჭო ყელში რა. აი ეს ხედავს ხალხი და ყველა ზიანდებით მე საერთოდ რაღაცა უაზრო რაღა იმან თქვა. მე უფრო იყავი ძმა, უფრო დიდებიც იყავით, უფრო ლამაზებიც იყავით, უფრო გრძელებიც იყავით. არავინ არ ედავება ამ ხალხს. ოღონდ ქვეყანაზე, თუ მეუბნები რომ ლუკაშენკოა ქვეყანაში, თუ მეუბნები რომ რუსული რეჟიმია, მოიცა რას არჩევ, ეხლა მე რა მოგეტყვი რა, ეხლა რაღაცა ჭორი არის რომ მუდმივად რა იყო პროპაგანდა, რომ ხაბეიშვილის უკან აი კეზერაშვილი დგას და სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგას ხაბეიშვილის უკან, ჯერ რა ვიცი 75 კილო ვარ, ყველა ჩემს უკან თუ დგას რატო არ ჩანს, არავინ ეს სააკაშვილი? არავინ არ დგას. სააკაშვილი არ დგას? არა, მართლა დამღლელი, ეხლა რაღაცა რომ ეხლა ახალაია დგას ხაბეიშვილის უკან, მერაბიშვილი დგას ხაბეიშვილის ბიჭო ხო არ გაჟრიალებთ მართლა ვერ გავიგე კაცო ანუ 2025 წელია კალენდარზე და ტიპებს შეუულია შიგნით აი უწუპუწუპუპუპუ რაღაცა პატაპატა რომ აი იმის უკან ესა დგას ამის უკან ესა დგას რა ვიცი ბოდიში და რა გამიტ საქმე კაცო თუ რამის გაკეთება გინდა ძმაო ლიდერების თქვენ იყავით ყველაფერის თქვენ იყავით და როდის პატა მართლა გულსხმელად არ არსებულა სადმე რომ რამეს გამოვიკიდე რომ აი მე ვარ მე ვიქნები მეხუთე თქო ვიძახი მაგრამ ნუ დღეს ისი აღმოჩნდა რომ რაღაცნაირად ფრონტის წინახაზე ვარ ხო ხანჯლაობ და მათ საინტერესო რა არის ასეთ შეგაბრალებენ რომ ისეთ ხალხი სახილოგვარებს ამბობენ შეიძლება ისინი ერთმანეთის გვერდიდაც არ დგანან და შენ როგორ მოახერხე რომ ყველა ერთად გააერთიალე არა ხო და ნახე და ბიჭო მე ხო ამ პარტე ნაციონალურ მოძრაობაში ვარ ბოდიში ხარ რომ არ მინდოდეს მე პირობითა და ვიღაცეები ვფიქრობდე რომ ეხა ის ცუდია ეს თუ მაშინ ვიქნებოდი გახარიას პარტიაში ან ლელოში ვიქნებოდი კაცო ხო და მე ხო სხვას არ ვესვრი იმათ ხო მე მინდა ჩემი 4-ში როგორ დავამთავროთ ვიღაც ამბობს აი მაგალითად აი რატო ამბობ 4-ში კაცო მე მინდა რომ 4-ში 100,000-ობით ადამიანი გამოვიდეს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და მივაწვეთ და გავიტანოთ ხალხმა გაიტანოს თავის მე ეს მინდა 4-ში არ მოხდება 5-ში მოხდება რაც შეიძლება სწრაფად მინდა რატო ამბობ 4-ში აბა კაი აბა რა ვთქვა რომ 2032 წლის 4 ოქტომბერს დავამთავრებთ ბიჭო რა დამოკიდე რა ლოგიკებია ეს რომ თარიღი არ ვთქვათ არ ვიბრძოლოთ იმის უკან მარცხნივ და მე მართლა მინდა არ ღიათ ვიტყვი კაცო ჩემს უკან დგას ყველა რა მნიშვნელობა აქვს ბიჭო ყველა და ჩემი აზრით მე ესე ვფიქრობ ეხა არ ვიცი არავინ არ ადგას ეხა რომ ვიყურები მაგრამ ჩემს უკან დგას ყველა ვისაც ამ რეჟიმის დემონტაჟი უნდა რა პრობლემაა ამაში მასეც რო არ იყოს აი მართლა ესეა როცა ბრძოლაში ხარ და მით უმეტეს ჩვენ ეხა ველზე ვართ ხო ანუ არავის არანაირი თანამდებობა არ გვაქვს ყველაფერზე ვარ ითქვა გავედით ხალხთან ერთად ვართ შენ მაინც ვერ აირჩევდი ხაბე ამ დროს ველზე ვერ ირჩევ მხარდამჭერს შეიძლება შენ ისეთმა ხალხმა გამოგიცხადოს მხარდაჭერა ისე დაუშვა თეორიულად რომ შენ მხარდამჭერს ვერ ირჩევ მართლა არ ხო და ახლა აქ პრობლემა რა არის ისევე ამ პარკეტის ლიდერებსა და ველის ლიდერებს შორის რომ ისინი რეალობას არ ითვალისწინებენ და გონიათ რომ როგორც აი მაგალითად თეორია წაგვიკითხია თქვა ევროპაში როგორ ტარდება კლასიკა არჩევნების ჩაულებრივ სიტუაციაში ხო ანუ ფორს მაჟორში ვარ ჩვენ აბსოლუტურად სხვა რამეა ერთი ევროპული არჩევნები რასაც იქში ვკითხულობთ და მეორე არის როცა არაორდინალურ სიტუაციაში ხარ ფორს მაჟორში და იქ გადაწყვეტილებების მიღება ეს ეშლებათ ყოველთვის არ ითვალისწინებენ იმ რეალობას სადაც არის საქართველო ო ის სწორია რომ შენი ნიშა უნდა კონდეს შენი პარტიის ნომერი უნდა კონდეს შენი გერბი უნდა კონდეს შენი კამპანია უნდა კონდეს არ უნდა აიზილოს სხვა პარტიასთან ხო და ასეთ რამეს ამბობენ არჩევნები არის მარკეტი და იქ ყველა სხვადასხვა რაღაცის არჩევის შესაძლებლობა სად არის მარკეტი სად არის ან არჩევნები სად არის ან მარკეტი სად არის მე იქ ვინმე რაღაცა რო არჩიოს თუ ასე აზროვნებ უკვე აცდენილი ხარ რეალობას და სამწუხაროდ აი რამდენი წელი გავიდა ხო 13 წელია 14 ვერ ვძვით რეჟიმს ხალხი ისევ ამ ძველ რეალობაშია ჩარჩენილი ვითომ არ აქვს არჩევნებია ვითომ მართლა მარკეტში შედიხარ რასაც გინდა სულო და გულო აირჩევ და მე მოიგებ და შენ გადარჩები და მე რო 3-ს ავიღებ ვიღაცა 5-ს აიღებს ვიღაცა 6-ს აიღებს ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა აი მართლა აი ჩვენ რამდენი ხანია ხო ერთადაც ვიბრძოლია და ახლა ერთად ვიბრძვით მართლა რო ყოფილიყო რასაც ყოველთვის ვამბობდით ჩვენ ხო ვაშაძე შენც ზურა ჯაფარიძე მიშა სააკაშვილი ერთიანობა მართლა რომ მოგვეხერხებინა თუნდაც 2018 წელს იმის არჩევნების დროს გრიგოლის არჩევნების დროს და იქ არ ყოფილიყო კიდე სხვა კანდიდატები პირველსავე ტურში ხომ მოუგებდით ის ორი ხარ კაცო ხო და ახლა მეორე ამბავი დავი ყოველთვის პრობლემა არის ავტოკრატიების დროს ხო ადამიანები რომლებიც ყველა ქვეყანაშია არ თქვას ვინმე რომ ყველა ქვეყანაშია ადამიანი რომელსაც ასე ვთქვათ მკვეთრად იდენტიფიცირებული პრინციპები არა აქვს და უნდა ყოველთვის იყოს ძლიერის მხარეს ან გამარჯვებული მხარეს აი გადამავალი ხალხი ან მედროვეები დავარქვათ თუ გინდა ამ მედროვეებისთვისაც მნიშვნელოვანია შენ 15 კი არ დაგიფიქსირდეს და 35 პირველ ადგილზე ყოფ ოპოზიცია შენი ვეკლევაში არამედ
პირველ ადგილზე გასულ ოპოზიციას გულისხმობ, ჯამში ყოველთვის უგებთ და იმას მე შენზე მეტი 40 ან 35, არა, თავიდანვე სტარტზევე შენ 57-ს აჩვენებ ერთიანობით, ან თუნდაც 5%-ით მეც, ის 20% მედროვე ვინც არის მართლა ყველა ქვეყანაში, ხო და ეს მოდის, ეს არის ძლიერი და ეგრევე იმხელა ფორით იგებ არჩევნებს, რომ დემორალიზება ხდება იმ სისტემის, რომელიც არჩევნებს აყალბებს და ისიც ცდილობს, რომ შენ გასიამოვნოს და შემხარეს იყოს. აი ეს არის გამარჯვების ფორმულა, მართლა რომ სტარტზევე ვაჩვენოთ უმეტესობა უბრალესობა ვიდრე 10 დღეს ქართულ ოცნებას. და შენ რო 5-ად ხარ, 6-ად ხარ გახლეჭილი და ყველაზე ძლიერ წინ გასულ პარტიას შენი ვეკლევაში 15 ან თუ გინდა 16%-ია, ორჯერ მეტი გამოუდის ქართულ ოცნებას და 16 ორთან ის მედროვე ფიქრობს შეუგლებრივად, რომ აი ისევ ქოცები იქნებიან და მოდი ისევ ქოცთან ვიქნები. არა, ხო და ისე გადაობა რა იცი. ეხლა ვაფშე საერთოდ მართლაში რატო შედიან პატა? აი ვიღაცები მოდიან ეხლა ჩემთან და მელაპარაკება, რომ იცი რა, შენ თუ რაღაცა ვიღაცა, აი ეხლა იმის არჩევნებრო დანიშნავს. არა, გაცინო ეხლა რა. ბიჭო, ეს უნდა გესმოდეთო ჩემთვის რომ მე რომ მელაპარაკები ძალიან სასაცილოა, დავიღალე რა ინდივიდუალურად ესე ვიღაცას ელაპარაკები და ყველას პროფესორი გონია თავი. მოდი ზეგანო. ეხლა თუ იტყვიან რომ შენს უკან ვიღაცა ისა დგას, დაზიანდები. ბიჭო, სად? არჩევნებში მონაწილეობას არ ვღებულობ. არ ვღებულობ, იმიტომ რომ ვამბობ რომ არჩევნები გაუქმებულია და სად ვზიანდები? და ბიძინას თუ გადავაგდებთ და ბიძინა არ იქნება და სამართლიანი არჩევნები ტარდება. ვინ გამაშავებს მერე, კაცო? რესტარტი თუ მოხდა ამ ქვეყანაში, ხო? რესტარტი თუ მოხდა, პროპაგანდისტული მანქანები თუ არ იყვნენ, რუსული არხი თუ აღარ იყო პირობითად ამ სიმძლავრით თუ პოლიტიკური პოლიცია არ არის თუ პოლიტიკური ის არ არის, რა ქვია, პროკურატურა არ არის. რა გაშევებაზე მელაპარაკე? აი, ამ რეალობაში გონიათ რომ უნდა გავაგრძელო ცხოვრება და ვიფიქრო, მე უნდა ვიფიქრო ეხლა თუნდაც რომ არ დავზიანე იმიჯზე. შემთხვევით ისეც არ დაგიჭიროს ხარი, რომ დავზიანე. ხო, აი, ბიჭო, სრული სიგიჟეა, გესმოდეთ რა. ბიჭო, მე აბსოლუტურად გააზრებული მაგ რა ბრძოლაში ვარ და როცა ვამბობთ რომ ამოვწურეთ ყველა შესაძლებლობა ბიზნეს პირობებში რომ არჩევნებზე გავიდეთ, ესე იგი ვამბობთ რომ ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს, უნდა მშვიდობიანად, ხო, მშვიდობიანად. მომხდარა საქართველოში. კი, მომხდარა, ვარდების რევოლუცია გაიხსენეთ, არაფერი თმის ღერი არავის არ ჩამოვარდნია. აგერ თვითონ პატავ საუბრობდით იმის გარეთ, პოდკასტის გარეთ, რომ აგერ ჩვენ მეზობლად მოხდა, თმის ღერი არავის არ ჩამო. ო, ეს არის კაცო რეჟიმის დამხობა მშვიდობიანად, კლასიკა არის ესეთი ფორმა. ესე ვხედავ რა. იმიტომ რომ რესტარტის, ანუ განმუხტვის საშუალებას თვითონ რეჟიმი არ იძლევა. იმიტოა მოფიქრებული დემოკრატიის პირობებში, რომ 4 წლის ვადის მერე არჩევნები ყოველთვის ხელისუფლებას რაღაცა ემართება, ყველას ემართება, ხო თქვი ირყნება ნელ-ნელა და ხალხმა აქვს შესაძლებლობა რომ დაადგინოს ის ხელისუფლება, რომელიც მას მიაჩნია სწორია რა. და ჩვენთან კიდევ ვიძახი რომ არასწორი შეფასება, ანუ სად ვართ ამ რეალობას არაფასებს ადამიანები და შეგნებულად, იმიტომ რომ თუ შენ იტყვი რომ რუსული რეჟიმი არის, მაშინ კაბინეტში ვერ ჩერდები, ხო, უნდა გამოხვიდო და უნდა იბრძოლო და ურჩევნია ზოგიერთ თქვას რომ არჩევნები არის, იმიტომ რომ თავის ინდის იქმაყოფილებს არჩევნები მოვა და რაღაც შევცვლი იქ რაღაცა უმრავლესობა ვიქნებით და ვიჩხუბებთ და არ ვჩხუბობდით, მაგრამ რა შევცვალეთ, ხო, რეალურად ვერ ვცვლით და ურჩევნია რომ აი მე რაღაცა იქნება, ბიძინა დაბერდება, ბოლო-ბოლო მოგტება და რაღაცა იქნება, ხო. რაღაცა იქნებაზეა. ხო, რაღაცა იქნებაზეა აგებული და თუ შენ სინდისიერი და პრინციპული ადამიანი ხარ და აფასებ რომ სად ხარ, ვერაფრით ვერ შეეგუები იმას, რაც არის და მოგიწევს უფრო აქტიურობა და უფრო ველზე ყოფნა და უფრო ხალხთან ყოფნა და ის სინდის აძინებ, რომ მოდი არჩევნები იქნება და მოვიგებთ. ხო და პატა იცი რა არის, მე მინდა რომ ამ 4-თან დაკავშირებით კიდე კარგად ავხსნათ რა, რომ აი ეს რაღაცა ოპოზიციური ტიპებიც რომ ესე იგი ასხივებენ, რომ აი შიშს რომ 4 არ დავნიშნოთ, თორე მე მჯერა რომ 4 შეიძლება შეცვლა, მჯერა რომ შეიძლება 4-ში არ შეიძლება 5-ში მჯერა, 5-ში არა 6-ში. ანუ იმის შიშით შეიძლება რომ გავჩერდეთ, რომ იცი რა, რომ არ მოხდეს, მოიცა კაცო და რომ მოხდეს. არა, ნახე ამ განსხვავება რა არის, რომ ეხლა თვითონ ყველა ხელისუფლება გარდა იმისა, რომ რევოლუციის პროვოცირებას თვითონ აწყობს და ცვლილების, როცა ამ კლასიკა ვახსენეთ, რომ ჩიხში შედის და კრიზისში თვით ჭამას, ანუ თვით განადგურებას იწყებს. ეს ხო დაწყებულია შიგნით ის, მაგრამ ზოგი ამბობს, რომ ქონებას ვერ იყოფენ, არის ამის წილით, ზოგი ამბობს, რომ იციან, რომ ცოტა ვადა დარჩა და უნდათ რომ ყველაფერი მოასწრონ და ღვიჭკარო უნდა გადაინაწილონ. ზოგი ამბობს, რომ
აი მაგალითად ესეთი თეორიაც არსებობს, რომ რაღაც ეტაპზე ადამიანი როცა ქუჩიდან არის მოსული, ცნობილი თეორია, შენთან ერთად იბრძვის, ბიზნესთან ერთად იბრძოდნენ, თვითონაც თუ ქონებას პრობლემების მოპოვებაში ეხმარებოდა რეჟიმი. ჩვენ ვიცით, ბიზნეს სისტემა არის კორუფციული. კორუფციას კი არ ებრძვის ბიზნესი, სინამდვილეში ებრძვის ახლა იმას, რომ მეტი მოპარეს და ნაკლები მიუტანეს ბიზნეს იმანიშვილს. და ადამიანი რაღაცა ქონებას უანგროვებს, ასე ქუჩიდან მოსული ცალ-ცალი კალოში და სახელები შეგვიძლია ჩამოთვალოთ, ხო? მე ბიზნესთვის კი არ იბრძვის. ეს რუსებმაც იციან, რუსეთში არის. საკუთრების გადარჩენისთვის და ბიზნესს რო ნახა რომ ამდენი მილიონერი დაუგროვდა ამ სისტემაში და თან მოდის სანქციები. რა უნდა იმ ბობოლებს უკვე რომელიც ცალ-ცალი კალოშით მოსულები იყვნენ, ბიზნესს ულ არ ჭირდებათ. იმათ უნდა რომ ქონება გადაიჭინოს. სანქციები არ უნდა. ხო და ამიტომ რუსეთში აი პუტინთან ნახოთ რომ გადადგა ეკონომიკის მინისტრი, მე ტრანსპორტის მინისტრი ტარიპოვეს, ხო? ვიღაცა ბიზნესმენმა არ გადაიხადა გადასახადი ბანდიდან გადმოვარდა. ანუ რუსულია სისტემა, ეს ყველაფერი არის რუსეთში აპრობილებული მეთოდები, რასაც აქ კობახიძემ კი არ მოიფიქრა, დინარაძემ კი არ მოიფიქრა, ეს არის სისტემის ნაწილი. კი, შინაარსი, რომ რაღაც ეტაპის მერე შენ რომ მოსუქდები, როგორც აი შაშობო გურიაში ხორს მოასუქებენ, მე აუცილებლად დაკლავენ. ყველა უნდა იცოდეს, რომ ოპოზიციას კი არ ებძვის რეჟიმი ებძვის ყველას. მათ შორის იმ ადამიანს ახლა დღეს რო ფიქრობს, რომ მოდი ჯუმად ვიქნები. არ უყვებ ხაბეიშვილის ბურჯულაძე და მე არ შემეხება. პირველი ამ ხალხს გადათელავს, ვინ ჯუმად არის, იმას თელავს რეჟიმი და მეორე ვინ იქნება ოპოზიციაზე უფრო პირველი, ვინც ასე შაშობო მასავით გოჭივით მოასუქეს. მოსუქებლები არის. ო, მოასუქა ხა ბიზნეს ივანიშვილმა ესენი და მაგიტომ ისდევს უყოლას, რომ მე არა, საერთაშორისო არსებობს ხო იცი თეორია შიგნით. შეთქმულების თეორია, რომ ბიზნეს რაღაც ანუ ამ ხალხმა შეიძლება თქვი ძალიან დიდი პული იშოვა. და გესმის გარკვეული კონტაქტები დაამყარეს, გარკვეული რაღაცები და ვიფიქროს, მოიცა რა, ეხა ღარიბაშვილი ის მილიონერები არიან გესმის და რა, გააფრინა ამ კაცმა. არა, არსებობს ეგ თეორია, რომ იცოდე შიგნით ამას საუბრობენ, რომ ღარიბაშვილმა, ამ გომელაურმა, ამ ლილუაშვილმა, ამ ხალხმა იფიქრა, რომ ეს მე მგონი გაგიჟდა. მოდი ეხა ჩვენ კაცო ამდენი ფული გვაქვს, ამდენი ისა გვაქვს და ჩვენ მივხვდავთ რა ქვეყანას ჩვენ გავაქვს ჩვენ მივხვდეთ არ გვინდა რა ეს კაცი და ამ ბოლომდე სიგიჟეებში ეს არ არსებობს გესმის რომ შიგნით გუნდში არ განეხილათ რომ ბიჭო რავი ეს ფული რა თმინდა მაგის დედა ან ბიზნესი რაც მინდა თუ გამიკოპონდა ხო გაკოპონდა ან თუ ევროპაში ვერ წავიდა შვილს ვერ ასწავლა დაისვენა და რაღაც დევნილივით იქნა და იზოლაციაში აქ და ირანში წავიდა მაგრამ ეგ თეორია ქონდა ბიზნეს და დაიწყო ხა ამათი ისა რა თქვენ არ გინდოდათ ბიზნა და რომ და კლასიკა რო ავიღოთ ხო კლასიკა ვახსენე რომის იმპერიის დაცემებიც რა არის რომ ამ იმპერატორების ჟივლი ბობოლები ისე გასუქდნენ რომ ბრძოლა წეზარებოდა და ესეა ქართული გაზულუქდა ისე რომ აი ხა რა უნდა ბურჭულაძეს ჯუანშერს ხო რა თუნდა ეხლა ბიზნესთან ერთად სადმე ბრძოლა რის თავდაცვის მინისტრია თავის თავსაც არ დაიცავს ოღონ ფული კონდეს და წამოწვეს სულ არ აინტერესებს არაფერი ხა მეორე ამბავი ამ 4-ის ამბავზე ჩვენ ვართ მართლა დაქსაქსული უმრავლესობა ჩვენ უმრავლესობა აქვს ჩვენ მართლა მოვიგეთ არჩევნები და ველზე ერთად ვიყავით და ვიცით მოვიგეთ არჩევნები მაგრამ ამ უმრავლესობა რო ძალად იქცეს ამას ჭირდება კონკრეტული ასე ვთქვათ შეკრებითა ძაბრი დავარქვათ რა ასე რომელიც მიმართულებას მიცემს ამ პროტესტს და ეს 4 არის ამის საუკეთესო ჯერ ერთიანობა არის ამის რო ეს აკუმულირება მოხდეს ერთ წერტილში მიაწვე. ასე გაფანტულად კი არა და ყველგან კი არა. ერთ წერტილში მიაწვეს და ეს 4 შეიძლება გადავაქციოთ იმ მიწოლის კონკრეტულად შერკინების კონკრეტულ წერტილად, სადაც უმრავლესობა თავის სიტყვას იტყვის რა. ხო და ნახე ეს კომპლექსები თუ კაც სხვა დაიძაღო, სხვა თქვას ეს 4 და მე ვიტყვი რომ აი მან რო თქვა 4 რა მაგარია. კაც მაგათინა თქვა მიიღოს. მაგათინა თქვა მიიღოს. მართლა ვერ გავიგე ბიჭო რაღაცა სისულე ეხა იქა შიდა ამბავი რა რომელიც შეიძლება გარეთ ესე არ გამოდიოდეს, მაგრამ ნუ ბიჭო მოქმედებს ხო რაღაცა გუნდზე, რაღაცა ბაბლზე, რაღაცა იმაზე მოქმედებს მე სოციალურ ქსელებში აისახება ვიღაცა ებძვის 4 ესეა. ანუ ჩემი ძალიან მარტო არ არსებობს აქცია ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ მე არ ვთქვა რომ კარგია, მივესალმები, ვინც არ უნდა დანიშნოს, საერთოდ არ კვეთქულო ხომ რა დანიშნოს. ვინ სად არის ესე? იტყვიან რომ თვითონ თქვან მაგალითად რომ არის ვიღაცას არ მოეწონა რომ თქვი რომ ის მეთქი რა ქვია ჯილდო დავაწესოთ $200,000 მაგალითად 4-ში, ვინც GDD-დან რაღაცა ფარს დადებს და ხო დადგება ფარს დადებს და იტყვის არ ვესწრებ ქართულ ხალხს. ან მაგალითად მოიტანს ხელისუფლების მამხილებელ მასა 200,000 დავაწევ. აუ ეს როგორ შეიძლება? ბიჭო, უკეთესი შენ მითხარი, კაცო. შენ თქვი, კაცო, უკეთესი იდეა და იქნებ შენ გეთახმებ. მე ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად, ხალხთან ერთად, კაცო, მე ეს მოვიფიქრე. და მე ვფიქრობ ეს ნორმალურია. მე დაიწყეს ისა, პატა ცოტა არანორმალური დამოკიდეს. საიდან მოგვაქვს ფული და ახსენი ეს ფული საიდან მოგვაქვს, კაცო, მილიონჯერ. თვითონ აგროვებთ. ხო, რა ვიცი, $300,000 დიჟვაძეს რო აქვს მოტანილი იქიდან $5 მილიონი რო ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დავდოთ. პირობითად გეუნი ბიზნესს
კი არ წაიღოს ჯიბეში და კრიპტოში კი არ გადაახურდაოს. ეს არ არის. არა, უფრო მარტივი ავიღოთ, აგერ ჯუან შერზე კიდე ხო, რასაც ედავებიან, რომ ერთი ტენდერიდან 1.300.000 წაიღო. ეხლა ავიღოთ რამდენი სამინისტროა, რამდენი ტენდერი ცხადდება, 100-ობით ტენდერზეა ლაპარაკი და რა მასშტაბის კორუფციაზეა ლაპარაკი. რა პრობლემაა? ხო და რატო არ ღირს? არა, თან მე რა არის? მოდი პირდაპირ მე მარტო რაღაცას გეტყვი, როგორ მუშაობს პროპაგანდა რა. თუ მაგალითად ეს ამ და რაღაც დისკუსიებში შევედით. ბიჭო, შენ თუ იმ შენს მოწინააღმდეგეთ რო დგას დღეს გამოსავალს არ თავაზობ. ჩიხში თუ ყავს, ჩიხში თუ ყავს, აუცილებლად ის მეტიც კაცო მე ვთქვი იქაც და აქაც გავიმეორე. ხალხი მაგას უბირთხის პრინციპს ეძახიან. მოგახტება ხვალებში. დავთვალებული ამბავია. გასაქცევი დაუტოვო. ამიტომ მე ვფიქრობ რომ საერთოდ ზოგი ძალიან ცუდია, კი ბატონო, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომელთანაც უნდა დაუტოვოს სივრცე, რომ იქნებ რაღაცა პირობითად რაღაცის გამო, ჯერ თავის სინდისთანაც რომ მართალი იყოს, პლუს უნდა აჩვენო რომ კეთილდღეობა რეალობაში ეს კეთილდღეობა მარტო ბიზნესი არ არის კაცო ამ ხალხისა, ეხა ამ ხალხს უჭირავს ხელისუფლება. დღეს ხელისუფლებაში ბიზნესი არ არის. ძალოვანი უწყებებია თავისი მასკებით, მართლა ეგ არის, აი ნიღბით არის ბიზნესი არ არის. მაქსიმუმ 5,000 ადამიანი. აი მაქსიმუმ 2,500-ია. 2,500 ეგეთი. ძალიან მობილიზებული. ჯამში 5,000 ხო? აი ამ ხალხზე ბიჭო და ამ ხალხს თუ არ დაველაპარაკეთ და ბიზნესი ესე იგი რას ეუბნება, იცი? ბიზნესი ამათ ეუბნება რომ ისინი თუ შეკჭამენ ისინი ნახე როგორ წერს და თქვენ ყველას დედას გიტირებენ, ამიტომ ეხლა მე უნდა დამიცვათ. ხო და არა ძმაო, ჩვენ ვეუბნებით რომ დედას გიტირებ კი არა, საერთოდ $200,000 ჯილდოს მოგცემ ძმაო და სიტყვას აქ ფასი ხო? შემსრულებელი ხალხი და ის სიკეთეები, რასაც ეხლა ბიზნესი ბლოკავს სინამდვილეში. ხო, ბოლოს რა გამოაცხადეს? მე არ ვიცი ეხლა ვინ კიდე ფიქრობს რომ ბიზნეს ევროპა უნდა ადგა ღიად და თქვენს რომ აი ისტორიული შანსი გვაქვს მართლა გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ღიად გამოაცხადა რეჟიმმა რომ ბლოკავთ, ანუ აჩერებთ ევროპაში ინტეგრაციას. ჯერ ვინ მიცა უფლება რომ საქართველოს მრავალგზაუკუნოვანი არჩევანის გაჩერების უფლება. მეორე, ამ გდდ-ს თანამშრომლების და ამ პოლიციელის თანამშრომლების შვილებიც ხო ისარგებლებს იმ სიკეთეებით, რაც ევროპაშია. ამათვისაც კარგია, ამათვისაც უკეთესია რომ არ მოუწევს დარბევა და საკუთარი ოჯახის წევრები ზოგიერთი შვილები დადიოდნენ იქ და ოჯახის წევრები დარბევა არ მოუწევს და არ იქნება ზონდერს ეძახიან და ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ და სახეს ვერ აჭენენ და ყველას უნდა დარწმუნებული ვარ უნდა ნორმალური ცხოვრება და ამის პირობები ჩვენ უნდა შევქონათ და ამის გარანტიები ჩვენ უნდა შევქონათ. სამწუხაროა რომ პოლიციის ფორმით ადამიანს დავინახო, რამდენისგან მიიგრძნია რიგითი ადამიანისგან ზიზღი და უნდობლობა. და ეს მართლა არ იყო პატა ესე რა, უბრალოდ ამ თვეების განმავლობაში იმდენად შევარდნებით, ცემებით, მუდმივით ტელევიზორს ჩართავ ვიღაცა იქ მოსამართლის სახით ასამართლებს 18 წლის ბავშვს ეუბნება რომ შენ სახელმწიფოს ალტრიალი რაღაცა სიგიჟეებში. არა, სახეზეც ხო აისახა იყო მართლა ერთ-ერთ მოსამართლეზე იყო რომ თავიდან როგორია რომ დანიშნეს ასეთი 7 სახის რაღაცა და მე ისე შეეცვალა სახე და ისე დაძაბული და ისე ნერვული და სტრესული გაუხდა სახე რომ არ არის ყოფილი არ არის ძალადობით. რაც არ უნდა ხალხი ფტერი ეძახო, რაც არ უნდა უცხოეთის აგენტები გვეძახონ და სისულელი, ყველა მიცის რომ ის ბავშვები, სიდისი პატიმრები მართლა საქართველოსთვის იბრძვიან. ან ლიდერები ახლა წულუკიანთან არ მივიდნენ და ამის გამო აკავებენ ციხე ხო რა, როგორ შეიძლება ეგეთი რამის გაკეთება? არასდროს არ ყოფილა კიდევ ერთხელ ვამბობ, ბერიამ ჩაატარა 37 წელს სრული წმენდა. მანამდე საქართველოში ესე ყველა ძლიერი პარტიის ლიდერი დაკავებული იყოს, ეგეთი რამე არ ყოფილა. ხო, ეს ხო ფაქტია და ამასში რომ მონაწილეობდა სისტემის ნაწილი რო ხარ. ბუნებრივია გეშინია რომ რეჟიმი არ იყოს და ამიტომა სწორი რომ უნდა დაუტოვო გამოსავალი იმისთვისაც უნდა დატოვო სივიც რეჟიმის სისტემის მსახურება. ჯერ ეს ხოთაშორის სიხამართის დანაშაული თუ არა მე-21 საუკუნეში ციხეს უყურებენ მე მართლა არანორმალურად მეჩვენება რომ ადამიანი რომელიც საზოგადოების საშიში არ არის და უბრალოდ არ არის ვერ შეიძლება ხა გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, არ ვიცი და სხვები ირაკლი ოქროშვილი საზოგადოებისთვის საშიში ხო? ესე ანუ ციხე ხო არ არის რომ რაღაცა სადამსჯელო ღონისძიება გაატარო რაღაცა შუა საუკუნეებში ხო არა ვართ რომ არ არსებობს სხვა საშუალებები დილეგში ჩააგდო დილეგში სამარტო საკანში და უბედურებაში რის გამო ანუ სახიფათოა რომ ადამიანს მოკლავს ესვრის და აყაჩაღებს რამეს დაუშვებს ხო ეხო გამორიცხულია პატვარაღიარებ წულუკიას აი და ამის გამო ხარ დილეგში გამოკეტილი სამარტო არანორმალური დამოკიდებულება მეტიც პატა იმას რა ქვია ახალგაზრდა ბავშვები იმის გამო რომ რაღაცას აპროტესტებენ 19 წლის სტუდენტი გოგონები გაუშვა ციხეში ეს არ არის ნორმალური ძმაო და მე მართლა ციხე არ უნდა ციხე ის ხო არ არის შუა საუკუნეებში კიდევ რაღაცა დილეგში ჩაგეგდო ვიღაცა და 21 საუკუნეა კაცო როგორ შეიძლება ადამიანი რომელიც საზოგადოებისთვის სახიფათო არ არის და თუ მკვლელი არ არის და თუ ყაჩაღი არ არის და თუ ვინმეს რამეს არ მოპარავს რატო უნდა იყოს ბიჭო ეს ციხეში მე საერთოდ არ მესმის ეს ამას რატო აკეთებენ მაინტერესებდა სულ და აი ტიმოთი სნაიდერი ხსნის ამას რომ
ეს ავტოკრატიული რეჟიმები, ასე ვთქვათ, კლუბი ავტოკრატიული რეჟიმები, სულ 5-6 არის ლაპარაკი ბოროტების ღერც ხო ირანი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი, მადუროს რეჟიმი ვენესუელაში. ესენი ერთმანეთს ეხმარებიან თურმე. უძიარებენ არა გამოსტილებას. ჩინეთი მაგალითად ინახავს მადუროს რეჟიმს იქ, ტექნოლოგიებს, ჩვენი იქ რო დააყენეს სახის ამომწყებები, ჩინეთიდან ჩამოტანილი არის, რომ როგორც დემოკრატიის ექსპორტი ხდება და გაზიარება ხდება დემოკრატია, ისე ავტოკრატები ერთმანეთს ინარჩუნებენ და საბოლოო ჯამში ესენი ყველა ერთმანეთს ემსგავსება. და ეს ახლა ქუჩაში რო არ იყოს ეს პროტესტი და ხალხი რო არ იყოს ქუჩაში, აი ჩრდილოეთ კორეას გადააქცევენ საქართველოს და საერთოდ ოპოზიციური არხის ჭაჭანებაც არ იქნება. უბრალოდ ქართულ ხალხს გამოაჩნდა უნარი, რომ იბძვის და ბოლომდე და იმიტომ 4 მნიშვნელოვანი, რომ დიდხანს არ გაგძელდეს ეს თუ არა, რაც უფრო გუდავს. ხო, აბა რაც უფრო დიდხანს გაგძელდება, კიდევ მეტ ქართულს მოუწევს გაქცევა და კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება. და მეტ შაყრის ციხეში რა. და უფრო მეტ ადამიანს და განა არ შეუძლია რეჟიმს, რომ მაგალითად აი ბაჩიაშვილი რო ცემეს მიზანმიმართულად ხო ან ბირიჟვაძეს რაც უქნეს თვითმკვლელობამდე რომ მიიყვან ესეთი ფაქტები რო არ გააკეთოს, მაგრამ ბუნება არის მისი, რომ რასაც უფრო ასე ბრუტალურად იქცევა, გონია რომ ხალხს უფრო აშინებს. სინამდვილეში არის ეს ბუნება არის. აი ყველა ავტოკრატს უჩნდება განცდა რომ დათგუნოს, დააშინოს, ვერაფერი ვერ გაბედოს, აქით მიდის, მაგრამ ამას აქვს თავის ლიმიტი. აი ზამბარასავითა რაც უფრო მოჭიბა ზამბარას. ხო უფრო მეტად ხდება მე ცხვირში და ზუსტად ეს პროცესი მიდის ახლა, რო ეშინიათ რომ აი ვიღაცას ბაატაზე იძახიან ხო რაღაცა უნდა ან ხაბეიშვილი რაღაცა ძალიან აქტიურობს ხო ეს რატო ამბობენ ამას კონკრეტულად რომ თვითონ ეშინიან თვითონ იციან თვითონ გზნობენ და უცველად თავს და ცდილობენ რომ თავის თავს კი არ დააბრალონ ეს რაც საქართველოში შეიძლება მოხდეს იმას თავის თავს კი ვერ ადანაშაულებენ რომ განტვირთვის საშუალება არ დატოვეს. აი მარტივი რამე თქვა, ჩვენ გვაქვს 60%. ეხლა მე და შენ რო ვიყოთ ხელისუფლებაში და მართლა კვლევა კონდეს და 60% კონდეს და ამ კრიზისში ვიყოთ, თქვა, ასეთ კრიზისში ვართ. ევროპა არ გვაღიარებს, ამერიკა არ გვაღიარებს, არც ერთ ქვეყანა ხელს არ მართლებს. ხო დავნიშნავდით არჩევნებს რა პრობლემა არის. კი. პოლიტპატიმრები რა შეჭირდებოდა, მაგათაც გამოვუშვებდი, დავნიშნავდი უცებ არჩევნებს, შეიძლება მოულოდნელად ამენიშნო. დავნიშნავდით არჩევნებს და თავიდანვე მანდატს ავიღებდი ქართული ხალხიდან და ვეტყოდით ჩვენ წარმოადგენთ საქართველოს და რატო არ ნიშნავენ? თუ უმრავლესობა არიან და ოპოზიცია სუსტია, როგორც ამბობენ და ხალხი რატო არ ნიშნავს ეს ბძენი ბიძინა და ვსვავ კითხვას თელი მსოფლიო რო გადაიკიდა და სარქუას იმედად რო არის deep state-ს რო ებძვის და თელ მსოფლიოს ხო ბუთკიდან რო ებძვიან deep state-ს ხო წარმოგიდგენია ანუ როგორ არის აი მე მაგალითად პროპაგანდას ცუდ დღეშია მაგალითად დილით უყურებდი რომ deep state-ი მარცხდება ტრამპთან მოღარ საღამოს მერე შეცვალა ირაკლი კობახიძემ ტრამპი დამარცხდა deep state-თან ანუ დღეში შეიძლება ხელიდან ხელში გადავიდეს რომ ხანეთი ხო ეს იმიტომ არის რომ არის ლაპარაკო საქართველოს არსებულ პრობლემაზე. სულ deep state-ი და სულ რაღაც გამოგონილი მტრებზე ვილაპარაკოთ პროპაგანდა. პროპაგანდას არა აქვს ამოცანა ავტოკრატიაში, რომ კაი ვარ ამტკიცოს. იმიტომ ვერაფრით ვერ დაამტკიცებ, რომ რუსეთი ჯობია ამერიკას ან ევროპას. პროპაგანდა იმდენი ტყვილი უნდა დაყაროს თელი დღის მანძილზე, რომ სიმართლე ჩაიქშოს და დაიკარგოს ამ ტყუილში და სულ ამას აკეთებს პროპაგანდა. ყოველთვის რაღაც სიგიჟეს იგონებს და მე გამოუსტელ ლიდერები მისდევენ ამაზე კომენტარებით და ვაკეთე არ ჭირდება შენ უნდა აკეთო შენი საქმე უნდა შექმნა თქვენი დღესასრიგი და ახლა აქ რო ვარ მაგიტო არ ვიძახი მართლა დღესასრიგი შექმნა არის მაგალითად რასაც აკეთებთ უნდა შენ რა გამოდიხარ კონკრეტულ თემაზე ლაპარაკობ და მე უცებ თავის მართლებ აი ესა პოლიტიკის კეთება ასევე კი არ უნდა ილაპარაკო რაღაცაზე კონკრეტული ფაქტები უნდა გავაკეთოთ, აი მაგალითად 4 ჩემთვის არის კონკრეტული შერკინების ხაზი ჩემთვის, სადაც ქართველმა ხალხმა თავის სიტყვა ერთ-ერთ კიდევ ერთხელ უნდა უთხრას რეჟიმს. რეჟიმის პროპაგანდა რა? პროტესტი დაილია, ხალხი ქუჩაში არ გამოდის, არავინ ხარს არ უჭერს. აბა მანახოთ თუ არ გამოდის ხალხი. კი, სწორი ხარ და თავარი მოკავშირე ხო ბიზნესი ხარ, არის ნიჰილიზმი და უიმედობა. ის ყველა არხიდან ასხივებს რას, რომ მაინც არაფერი არ გამოვა. ყველა ერთია. რომ ყველა ერთია, რომ იმის უკან ეს დგას, ამის უკან ეს დგას, იმიგე deep state, იმან აგენტები, იმან ამერიკელი, აი და ყველა ცუდია. აი ესენი ნახე, არაფერი არ გამოვა. გამოხვალ დაგიჭერ, დაგაჯარიმ ციხეში გადიშვა, ანუ ეხლა დგას შიშზე. კი, შიშზე დგას. ნიჰილიზმზე და უიმედობაზე და ჩვენ გვინდა რომ გადავტეხოთ ეს უიმედობა, ეს ნიჰილიზმი და უთხრათ ხალხს რომ ერთიანობა არის გამოსული. 4-ში თუ გამოვალთ 100,000-ობით ადამიანი, ეს იქნება ასე ვთქვათ უკანასკნელი, ესეთი უმძიმესი დარტყმა ივანიშვილის რეჟიმისთვის, იმიტომ რომ იმის ნახევრის თავი აღარ აქვთ. რაც გააკეთეს მაგალითად ნოემბერ-დეკემბერში. და მორალურად დაწინდა. მესმის ახლა ვიღაცა ამბობს რომ იცით რა, მე რამდენად ბოდიში კაცო მე რომ მოვიდა ბიძინა მაშინ არ მინდოდა. და ვიღაცებს 2018 და 2019 და 20 და გზადაგზა გაიგეს რომ ეს რუსია და ჩვენ მართლა რავი მე 2012 წელი და 2013 წელი იყო ბიძინა ივანიშვილი და ბავშვი ვიყავი ჯერ კიდე თმაც ქონდა ზღვა შორის იმას რა ქვია ბიძინას სახთან აქციებს რო ვაკეთებდი რომ რუსია ეს კაცი თქო რა. და მათუხლართებით რომ დარბოდი რომ რუსია ბიძინა ივანიშვილი და ხალხი ამბობდა რა ეს გიჟები ვინ არიან კაცო ეს საიდან
მოვიდნენ. ხო და ხო ვიღაცა რო დაღლაზე ლაპარაკობს, ეს არ მომწონს, გესმის? იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნისთვის როგორ უნდა დავიღალოთ, კაცო? როგორ შეიძლება ეხლა რომ დავიღალე ნოემბერში არ მოხდა, მოხდება. თუ ვიქნებით ერთიანები, აუცილებლად მოხდება. ხალხიც ხო ბძენია და უყურებს და სიყალბეს გზნობს სინამდვილეში. თუ იძახი რომ რუსული რეჟიმია და მართლა რეჟიმია, თუ ამბობთ რომ ქვეყნის გადარჩენის ამოცანაა და შენ მაინც შენ ნომერს და ბრენდს ეკაჩები. რა სად გამოყვეს ამ ბრძოლაში? შენ თვითონ თუ შენი მარტო შენი ბოსტანი გაინტერესებს ან შენი ვირის ბიბმა გინდა სადღაც. ის ადამიანი რატო გამოყვება ამ პროცესში? თუ ეროვნული ამოცანა არის მართლა გადარჩენის ამოცანა და თუ არა მართლა ეგ არის. რა საჭიროა მართლა ვერხდები რა ნომერზე ვლაპარაკოთ, რა ბრენდზე ვლაპარაკოთ ამ პარტიაზე. მეც მიყვა ჩემი პარტიის ნომერიც მომწონს და სახელმწიფო მომწონს, მაგრამ ქვეყანა თუ დავკარგე რა თმინდა ეს ისა რა ქვია პარტია და ნომერი. პარტია რა არის სინამდვილეში? პარტია არის რომ ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე მშვიდობიანად გადახვიდე. ნავია ჩვეულებრივი, მაგრამ თუ ეს პროცესი ისე მიდის რომ საერთოდ კარგავ ყველაფერს რაც გვჭირდება ეს რა ქვია ამ პროცესში პარტიაზე ჩაჭიდება. და ბიზნესი ხო გვითო ბიჭო, ბიზნესი ხო ვიღაცები რომ უნდათ რომ პოლიტიკა ხო მოკლა კაცო. მე არჩევნებში მონაწილე შენ ხარ არჩევნებზე მონაწილეობაზე უკეთესი რა უნდა გააკეთოს პოლიტიკოსო. ჩვენი საქმე არის არჩევნები. ოღონდ ეს ტიპმა თვითონ დაბრიდა. თვითონ თქვა ნახე გზა არ დატოვა რა. გზა არ დატოვა. დღეს აი მაგალითად გადაწყდა ქვეყანაში რომ მორჩა მოდი დაუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. სად ბრუნდებით? როგორ ბრუნდებით? პარლამენტში სივრცე არ არსებობს, არსად სივრცე არ დატოვა ბიძინამ. აი როგორ უნდა ნორმალიზდეს? მაგრამ ვიღაცა ამბობს რომ იცით რა ხალხის პრობლემა რამდენი წელი ბიჭო, აი მართლა მეოთხე იმაზე არიან, წრეზე არიან, ხო? არ არსებობს ამ 13-14 წლიანი გამოცდილებიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას რომელიმე ოპოზიციური პარტიის შეთავაზება საგადასახადო მიმართულებით, რაღაცა ნებისმიერ აი ხალხისთვის რაღაცა კანონპროექტი დაიწერა განვიხილოთ. ერთი მაგალითიც არ არსებობს, რომ დაეთმოს. ანუ დისკუსია ღირს იქ, სადაც მე კონკრეტული შედეგი შეიძლება დადგეს, ხო? არა, დათმო მაშინ მაგალითად გავრილობის ღამის მერე, როცა ხალხმა მოითხოვა და ხალხმა გააკეთა ისევ და იძულებული გახდნენ. გაიტანეს, მე მოემზადნენ და უარესი გვიქნეს რა, უარესი გაგვიკეთეს. ამიტომ სივრცე არ დატოვა ამ კაცმა თვითონ. ანუ ეხლა ნახე, ესე იგი ჩვენ გვინდა რომ ფეხბურთი ვეთამაშო და მოდის და გებოქსავება. და შენ კიდე მიდიხარ ბუცები და გამაშები და ის მოდის ბოქსი და გირტყავს. ბოლოტესების გარეთ. ბოლოტა შენეუნები არა ბურთი გავაგონოთ, რა ბურთი არ მინდა ზოგადად ამ ფეხბურთის თამაში გებოქსავება კაცი და რანაირად რა მართლა შეუძლებელია. საჯის თვითონ არის სტადიონზე. ისიც რა ქვია თუნდა წესებსაც თვითონ ადგენს. შენ 11 კაცი იყავი, მე 32 უნდა ვიყო გეუნება და წითელი აქვს ბევრი გიჭერს. რამდენის უნდა ამოგიღებს და გაგდებს რა. ხო და როდემდე კიდე ეს სანამ იმას ვიზამ კიდე რაღაცა კითხვები მაქვს და თავშივე მაინტერესებდა რა ეს თემაც მინდა მითხრა ხა გიორგიც ხა მეგობრობთ ხო გარდა პოლიტიკური რაღაცისა მართლა სხვა პოლიტიკოსებთანაც ცხადია ხა რაღაცა ვიღაცას და პირადი ურთიერთობა ვიღაცას მეგობრობ და გიორგისთან ერთად გავიზარდეთ ხა მე მაინც ესე უყურებ რომ ხო ძალიან პატარა 2013 წელი იყო რომ გავიცანი და იმის მერე მეგობრობთ რა და ადამიანური ფაქტორი კიდე ერთია გარდა პოლიტიკური დგენელი და მაინტერესებს რა მიყვებოდი და მინდა ეხლა არ ვიცი YouTube-ს აქვს YouTube-ის საშუალება? YouTube-ი არა აქვს, YouTube-ი არა. ვერა ხო? ძალიან კარგი იქნებოდა ისე მინდა რომ ისე გავამხნევებდით აქედან რა. არა, მაინც რა პირობები მაინტერესებს საპატა უთხრათ. აი პირობები ნახეთ, საერთოდ სამარტო საკნებში არიან, თან რუსთავში სიცხით გამორჩეულია რუსთავი და თერმოიზოლაცია არა აქვს ამ შენობას მესამე სართულზე არიან, პირდაპირ სახურავი ანათებს და მე ინახავს ამ სიტყვას და ღამე 40 გრადუსს უჩვენებს, ასეთ პირობებში არიან ეს სამარტო საკრანში ეს ადამიანები. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი რომ ყველაზე შემიძლია ვთქვა ვინც ამ პირობებშია ყველა არის მხნეთ მე გუშინ 10 წუთი მელაპარაკა დრო აქ ხო იცი რაღაცა ლაპარაკობ დრო 10 წუთი ლაპარაკეთ გიორგისთან სულ ლაპარაკობს ამ ერთიანობის შესაძლებლობაზე იმიტომ რომ ლაპარაკი და ლამაზი სიტყვა კი არ არის ერთიანობა მართლა ინსტრუმენტია ხაბე აი კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ჩვენ ვართ ამ წუთად დაქსასული უბრალესობა რომელიც სხვადასხვა ხარეს ეკაჩება ხალხს და ამას ჭირდება მართლა პასუხისმგებლობის აღება და ეს პროტესტის და ეს ენერგია საპროტესტო ერთ კონკრეტულ მიმართულებისკენ მიმართვა. სხვანაირად არ ხდება ხოლმე, სხვანაირად არ გამოდის ეს. რატო დააკავეს ეს ადამიანები, ხო? იზოლაცია გაუკეთეს ხალხისგან და დაინახეს რომ პოტენციალია. საფრთხის პირდაპირ განვი შენ საფრთხის ქვეშ ხარ და ნებისმიერი ადამიანი. ისინი ამ წუთას რატო არ ვართ ხო დაკავებულები ჩვენ, იმიტომ რომ ჯერ ესენი ყავს მოსანელები. მე აქეთ გადმოვიდა. ვინმეს არ ეგონოს რომ ამ ხუთ კაცზე გაჩერდება ან თუ შვიდ კაცზე. მიხეილ სააკაშვილი დაიწყეს, ხო, ობიექტურად ვთქვათ. მიხეილ სააკაშვილი დაიწყეს და მე
არ გაჩერდება რეჟიმი, არავის არ უნდა იგონოს, რომ მოდი სახში ვიქნები, ჩუმად ვიქნები, ხმას არ მოვიხები და ბიძინა ივანიშვილი მარტო იმ ხალხს ეძვეს, ვინც კრიტიკულია, ან ვინც ჩუმად არ არის, ან ხაბეიშვილი რო არ ჩერდება, ხაბეიშვილის მაგიტო ეძვეს. პირდაპირ ვიტყვი. რა რიჯვაძე რომელი იმას წარმოადგენდა. ნაწილი იყო სისტემის, ან ბაჩიაშვილი წლების მანძილზე ბიძინას თუ ვინმე რამე გაუკეთა, ბაჩიაშვილი იყო. ან ეხლა რო უპირებენ დანარჩენებს დაჭერას ღავრიევაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს, ამ სისტემის შექმნაში ამაზე დიდი წვლილი რომელიც აქვს შეტანილი, მაგრამ არიან დაცულები. არც ერთი არა დაცულები. ხალხო ესენი თუ არ არიან დაცულები, ვით ბიძინას სამსახურში. თელი ცხოვრება რაც ბიძინას იცნობენ, ეგ ყველა იყო მოსამსახურეები ბიძინაში, ხო? 3-4. აი ჩვენ რატო განცდა რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენ დაგვინდოს ჩუმად თუ იქნებით და არავინ არ დაგვინდოს პირიქით მოხდება გადაგვრთელავენ და არა მარტო ჩვენ გადაგვრთელავენ ჩვენ შვილებს ჩაუკეტავენ მომავალს და პერსპექტივას და გეტყვიან ესეც რამეც თქვენ მოხვალ და გვემსახურე როგორც მონები და თქვენი შვილები როგორც მონები ის უნდა გაზარდოთ აი ეს არის მეტი არაფერი ამაზეა ბრძოლა თავისუფლებას ის ლამაზი სიტყვის გამო კი არ ვიძახით თავისუფლებას იმიტომ ვამბობთ რომ რეჟიმის რომლის ხელებით, ფეხებით, კბილებით იბძვის სკამისთვის ხალხი იმისგან არანაირ სიკეთეს არ უნდა ელოდოს. არავინ, აი ქართული ოცნების ხარდამჭერი ვინც არის თუ არ დარჩენილი ესეთ ხოვინო, ხო? იმანაც უნდა იცოდეს, რომ მისთვისაც ცუდი იქნება ეს რეჟიმი, იმიტომ რომ ბიზნეს 60-ან არის ქონება, ფული და სკამის შენარჩუნება. არ აინტერესებს თავის ხარდამჭერიც კი. სწორი ხარ და აი მიშაზე მინდა გავაგრძელო რა, რომ აი ნახე რა იყო, რომ აი მიშა იყო, რომ ახლა მიშა დაიჭირან კაცი. ანუ კი არ აღიქვეს, ნახე, მიშას დაჭერის ის რა იყო, რომ ესე იგი ამერიკელების სანქცირებული მოსამართლეები, რომელიც ამერიკელები ამბობენ, ესენი ძმა კორუმპირებულები არიან და არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და ამიტომ ამერიკელები ჩვენ დავასანქცირეთ ეს ხალხი და მეორე პროკურორი, რომელმაც ასე ვთქვათ, ამათი ოცნების ივანიშვილის პროკურორი, რომელიც არის რუსეთის აგენტს აღარ ვიტყვი, რატო იცი? იმიტომ რომ თვითონ თქვა კაცმა რომ მე რუსი ვარ, კაცო, წავიდა და რომანოვა ვარ და რაღაცა და ანუ აი ხო აგენტობა რა ცოტა ის არის პროპაგანდისტების ხო ამბობენ რომ ჩვენ რუსები ვართ. ანუ რუსია რა პირდაპირ, ანუ ფარცხალაძის რუსების მიერ, რუსეთის კგბ-ს მიერ დაწერილი ბრალით ამერიკელების დასანქცირებული, კორუმპირებული მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენზე ვიღაცამ თქვა, რომ აი მე მაგ პირადი შეხედულება მიშა სააკაშვილიძე და მოდი არაუშავს. ან ვიღაცამ თქვა, ნუ ეხა ესე პარტიული პოლიტიკაა, კაცო და ამას დაიჭერენ და არა. ბიძინამ რომ ნახა რომ ეს წინააღმდეგობები გაიარა, ეს გადალახა საზოგადოებაში, აჩვენა რომ შეუძლია რომ პრეზიდენტი აწამოს, შეუძლია მისი კადრები გაასაჯაროს, როგორ აფორთხიარებს პირობითად მიწაზე, როგორ ძალადობენ მასზე, შეიძლება რომ ის ციხეში მოწამლონ, აბა რა ხდება გარეთ პირობითად, გაატარა მე, აი ეს ყველაფერი აჩვენა. მე რა ქნა, ადგა და დაიჭირა ისეთი ბავშვები, რომელსაც პოლიტიკასთან საერთოდ არ ჩაულია, არც პოლიტიკასთან, არც პარტიასთან, უბრალოდ პატრიოტი ბავშვები ადგა, მოკიდა ხელი მათე დევიძე მაგალითად და ჩააგდო ციხეში. ანუ ნახე, ეგ არის რომ საზოგადოება მან დაუშვა შეცდომა. და სხვათა შორის მე კიდე ერთი რატო რო ვფიქრობ ხოლმე ჩვენ რატო ვართ იცი მარტა და სულ ეს პოზიცია ქონდა პატაიში. არასდროს არ მინახია სხვა პოზიცია პირობითად ერთნაირად გვიფიქრია რაზე. როცა დაუჭერიათ ან უდევნიათ ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენ მაგალითად წინააღმდეგობაში ვიყავით, ან არ მოგწონდა, მაინც პირველები ვიყავით, ვინც მის ინტერესებს იცავდა, სასამართლოსაც დადიოდა და ამბობდა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ამ კონკრეტული ადამიანის. და აი ეს მიშასთან გამომდინარე, მერე გადაიტანეს ძმაო და ნახე რა გააკეთეს უკვე, მარტო მიშა კი არ აწამეს და იმას აქნეს, გვაყურებინებს როგორ მიყავდა იქ ბატრაკს და როგორ მიზა მერე ბავშვები აწამეს გალახეს ძმაო, მერე ბავშვები ჩაყარეს ციხეში, მერე სხვა პოლიტიკოსებსაც მიდგნენ, მერე ყველასთან მსახიობებთან, კულტურის მოღვაწე მწერლებთან, ყველასთან მივიდა. ბიძინამ უთხრა რომ ჯიგრებო, პრეზიდენტი ვათრიე და თქვენ ვინახართ. ანუ ეგ არის რა, რომ ანუ შეგვაჩვია, შეგვაგუა და გვითხრა ეხლა რომ თუ თქვენ წინააღმდეგობის თავი არა გაქვს, ზემო თან ეხლა გიყურებთ, ხო იქ ვიღაცას ის რაღაცა ერთმანეთში რაღაცაზე ვერ იგდებით და მე ერთი რამეც უნდა თქვა რომ თუ რაღაცა გარკვეულ ოპოზიციო რა ქვია, ჯერტი პარტიები მორჩა თქო ამობკაცო, ჩემზე მეტი ნაციონალი, მე მეორე მართლა არ ვიცი, მაგრამ იმას ხომ არ ნიშნავს ეხლა პარტიის ბანერი და ხუთიანი დვირბინო აქვს, ჩემთვის ეს არის თუ არა ხვალზე როგორც კი ბიძინა არ იქნება, ეგ გახდება მნიშვნელოვანი, კი? აბა რა, მაგრამ ახლა პარტია ისა პარტია კი არა, თუ ვინმეს რამის გაკეთების უნარი არ აქვს ან ეშინია. პარტიას კი ქვეყანას კარგად. ეს მაინც ნუ შეუშლიან კაცო იმ ადამიანებს, ვისაც აქტიურობა უნდა, 4 რიცხვი უნდა, უფრო მეტი ის, რავი, ხელს მაინც ნუ შეგიშლიან. და მან ამ ველთან არის აქ არ მუშაობს კარიერული პრინციპები, თქვა. რას გულისხმობ, აი კარიერაში რო არის რომ ვიღაცასთან ველზე არის ყველა თანასწორი და ლიდერი პროცესის და არის ის, ვინც იქნება წინა ხაზი. ბუნებრივად ამას ბუნებრივად ალაგებს და ტყუილა ნერვიულობს ეს ხალხი. უნდათ ლიდერობა იყვნენ წინ.
ვინ წინ არის ის არის ლიდერი აქ ვერავის ვერ აი არ მუშაობს აი კარიერულ განვითარებაში რომ ვიღაცაზე კარგი თქვა ან ცუდი თქვა და ამის მიხედვით შეიძლება რა გზა გაიკაფო არა ამ ველზე პროცესის ლიდერი არის წინ ის ვინც იქნება ამ პროცესის ავანგარდში ვინც იქნება პროცესის წინ სწორი ხარ კაცო და ბუნებრივია ამას ვერავინ ვერ შეუშლის ხელს და ამ ძალადობაზე გამახსენდა გერმანელი პასტორი რო ამბობს რომ კომუნისტებს მიად გეხმა არა მოიღე მას მიად კათოლიკებს ებრაელებს მიად ებრაელი არ ვიყავ ასეა და კიდევ ერთი ცნობილი თეორია არის რომ თუ ადამიანს რაღაცა კლიშე არ დააბრალე გენეტიკური კოდი გვაქვს თურმე ესეთი რა ამის კითხულობ ფსიქოლოგია არის თუ არ დააბრალე რაღაცა აი მაგალითად კომუნისტები ამბობდნენ რომ აი ხალხი ვტერი და მე უკვე შეგიძლია რაც გინდა ქნა ან კულაკი ანუ დიდარი რომელიც იმას აკეთებს ისი არის აქაც აგენტები ანუ მაგას ვიძახე შენ აი პოლიციელი ვერ იძალადებს შენზე თუ იცის ხაბე მართალია და სიმართლე თავისუფლებისთვის იბრძვი ძალიან ძნელია რომ თავისთავად ესენი აგენტები არა თუ აგენტია და დააჯერებ ამ სისულელეს ხო მაშინ ადვილი აგენტის ცემა მოსულა გესმის კაცო ქვეყნის საწინააღმდეგო დიდიანზე ეგეც პროპაგანდა აი რუსული არის აი რუსული პროპაგანდა არის პირდაპირ რომ აი ჩვენ რო გვეძახიან უცხოეთის აგენტებს პარლამენტშიც ხო გითქვია კაცო ხელისუფლება შენ ხარ თუ არა აგენტი გამოაშკარავე მიდი მავხილე მეც მაინტერესებს რომელი ქვეყნის აგენტი ვარ მაგრამ ხო არ არსებობს ხალხო ამას იყენებენ სპეციალურად იმისთვის რომ თქვენში თანაგზნობა არ იყოს და თქვენ გავთიშონ და იბატონონ ბოლო ასე ვთქვათ პირდაპირ თავარი პრინციპი ახლა ივანიშვილი ითაც გააქვს თავი ჯერჯერობით არის ძალადობა და გათიშე და იბატონე ცნობილი კლასიკა ამის საწინააღმდეგო რა უნდა იყოს გავერთიანდეთ და მოვიგოთ კი არა მე ხო ვიზიარებ რა იმიტომ რომ აი ეს რაღაცა დამხობის თეორია ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის თეორიას მე უკავშირებ იმას რომ 100,000-ობით ადამიანია ქუჩაში საჭირო რომელიც გაზდის წნეხს და მეტიც როცა ამბობენ ხოლმე კითხვა რომ აი რა სიძახიო რომ იქო ძალასო ძალა დაუპირისპირდო ბიჭო მარტივია ხო ჩვენ გვაჩვენა ივანიშვილმა რომ ის მზად არის რომ მარბიელი რაზმები მწამებელი რაზმები გამოგვიგზავნოს და მოგვიტაცოს უბრალოდ აქციდან კაცო და მე სისხლის გუბეები დააყენოს იმ მინივენებში გაზისი შემოგიგდოს გაგუდოს ყველაფერთვის მზად არის და მოიცა კაცო მე თუ სადმე კანონში წერია რომ უფლება აქვს გედედეს ან ვიღაცას რომ მომიტაცოს და მაწამოს ეს სადმე წერია და თუ ამბობ რომ ძალას დაუპირისპირო ძალა ანუ თუ ვიღაცა მარბიელი მორბის ჩემი თანამოქალაქისკენ ან ჩემსკენ და ის მიპირებს რომ გამიტაცოს და მაწამოს და მე ამის საშუალებას არ მივცემ ეს ან მარტივი ამბავი ხო ასობით ადამიანი ახალგაზრდა ანაცემი და ფაქტები ვიცით ხო ადვოკატებს მანც გადაიღეს და დაკავების მანქანებს წემდნენ ხალხ შენ პირადად გაგიტაცეს და წემ ევროპულ წინ მოხდა ხო ერთი საქმე თუ არის გამოძიებული კი არა და ვინმე დაკითხული თუ არის და მზიამაღლებელმა სილა გააწნაო ღირსება შეელახაო სისტემასო და ადამიანს შვენძილაზე უშვებენ და თუმე ბავშვების ცემა შეიძლება პოლიტიკოსების ცემა შეიძლება და რა არის გამართლება ვეკითხები ქართულ ოცნებსგან აგენტები თუ ართ მაშინ შეიძლება თუ არ ჯერ დაგვიტკიცეთ აბა ვინ არის აგენტი მოვადრო და მართლა გამოაშკარავდება რომ ეს ხალხი მართლა FSB-ს აგენტები არიან მართლა და ეს ახალგაზრდები და ეს ლიდერები მართლა ხალხ საქართველოს სამსახურში იყვნენ და შეგწყვებათ დღევანდელი პოზიციის გამო რასაც აკეთებენ. კი არა მაგათ არ შეგწყვებათ იმიტომ რომ საერთოდ ეს სიცხვილის ანუ რაღაცა რო გქონდეთ მე არ მგონია ანუ არა აქვს მაგათ ეხა მოდი თქვა არა ლიდერებს შეიძლება არა აქვს მაგრამ შეიძლება ვიღაცა კიდე იყოს შესწავლილი არ არსებობს მე ეხა უყურებ ესე და სხვათა შორის ეგ თეორია რომ ჩვენ კიდე ვიღაცა უნდა მოვიმხროთ პირობითად გეუბნები ეგ მეზედმეტება არავის მომხრობა აღარ ჭირდება ქართული ხალხი არის უმრავლესობა კი მაგას ვიძახი 100,000-ობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში ეხა ერთადერთი არის რომ პროტესტი გადატეხილია რითი გადატეხილია ბჭყალებში ბოლომდე კი არა ანუ რითი არის შეწოტაებული უიმედობა ნიჰილიზმი რომელი ხალხი ვიგულისხმე იცი აი შენც კოლება ახლობლები აი სადმე რო ხარ შეხვედრაზე და აივანზე რო გახვალ და სიგარეტის მოწაწებად რო გამოდიან და იქ რო ამბობენ რომ აუ ეს რეჟიმს ან ხო და იქ ეშინიათ ხო ჩუმად რო ლაპარაკობენ ან მეორებენ წყალს ახლობლები აი ბანკის ვალი რო ამქონდეს ნავთო და ნახე მე რა კრამიტებზე თუ ბანკის ვალი გაქვს მაშინ შეიძლება ქვეყნის გაყიდვა ხო მაგაზე მაშინ კრამიტებს დავამტვრევთ ამიტომ არის ის ხალხი და ის საპროტესტო მასა და მუხტი რომელიც გამოდიოდა ხო ჩვენ იდეაში ანუ ეს ამ ადამიანებს უნდა დაუბრუნდეს რწმენა და იმედი რის შემთხვევაშიც მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ აბსოლუტურად რეალისტურია რეჟიმის ჩამოშლა. როცა ვამბობ რომ უკვე შეიძლება რეჟიმის აი ეს ხო აქამდე არ გქონია ჩვენ ხა რეჟიმი უნდა დავამხოთ რეჟიმი უნდა მართლა არ იყო ეს არა სულ რაღაცა არჩევნების გზით სულ ასე არ ხო ვაგვიანებდით შეფასდება ეხლა ნახე ეხლა რომ ვამბობთ რომ ეს შესაძლებელია ეს გამოცდილებამაც აჩვენა კაცო ხო მათ უკვე რაღაცა პიკი გაიარეს რაღაც გადალახეს რუბიკონი გადალახეს და რაღაც გააკეთეს ისეთები რის გაკეთებაც ეხლა ძმებო ძალიან გაგიჭირდებათ რა პატა ეგრე არ არის მაშინ გამოუცდელად ვიღაცა ხალხი
შოკირებული იყო, რომ ეს რა ხდება, იქ სახლებთან დახვდნენ. ეს არის აქციებზეც არ გახსოვს, რატო გვარბევენ, ხო, ნახე ეს ქონდა განცდა, რომ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა რომ 2024 წლის ნოემბრამდე კიდე ვიღაცა სადღაც რაღაც ეჯერა რა მართლა თუ ღირსება და სინდისება აიო სადღაც არსებს სადღაც ვიპოვი სამართალს აქ მორჩა და ეს რომ მორჩა ამიტომ არის რომ ისინი არიან ეხა სუსტები და ჩვენ ვარ ძლიერები იმიტომ რომ მათ გადალახეს უკვე ეს რუბიკონი და ხვალ ხალხი რომ მოვა იქ იმან იცის ზუსტად რომ თავი უნდა დაიცვას ტყვიისგან გაზისგან წამებლისგან და ასე შემდეგ და თან ერთი ფაქტორია ზოგს გონია რომ ერთიანობაზე რო ვლაპარაკობთ ყველას ერთმანეთს გვიყვარდეს ან უნდა მოგწონდეს საერთოდ არ არის აუცილებელი გვიყვარდეს ან მოგწონდეს ყველა სხვადასხვა იქიდან მოსული ხალხი ვართ ხო ვიცი აქ თავარი არის რომ ის საქმე გიყვარდეს და პრინციპებს არ უღალატო და აუცილებლად ეგ სწორი ხარ მე აქედანაც მინდა ვთქვა რომ უმრავლესობა ვიღაცა ოპოზიციონერებს არ მინდა პერსონიფიცირება მაგრამ არ მეღოსება კაცო მაგრამ არ მაქვს ეგ ინტერესი ვისაც ვინ უნდა ის ევასებოდეს მოსწონდეს არ მოსწონდეს გვაქვს საერთო საქმე და ამიტომ არის აი ამ ბრძოლის რეჟიმში იმიტომ ვიძახი რომ საერთოდ არ მაინტერესებს კაცო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გვინ არის ფრონტის წინახაზზე მივაწვევი რა არ არის კაცო წინდა მივაწვევი მიდი ძმაო ოღონდ კიდევ ამბობ რა აქ არ არის იმაზე რომ ეს მომწონს იმან თქვა ამან თქვა უნდა გაიაზროს ამ ხალხმა რომ თუ მით უმეტეს ეს ხალხი ვინც არჩევნებში არიღებს მონაწილეობას ესე იგი პოლიტიკა მორჩა აბა თუ არჩევნებში არიღებ მონაწილეობას რასელობ მეორე რა ანუ ერთი არის რომ ბიძინა აღარ უნდა იყოს და მე და ბიძინა რომ არის კაცო მე სისტემის ნაწილი გახდა და ეგ ხო სისტემა ნუ ეგ არჩევანი არსებობს კი ბატონო ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან ისეთი მკვეთრი არჩევანი რა რომ ან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უნდა დავამთავროთ იმ და დამთავრებულია რა თავისით ეხა ბიჭო კობახიძეზე და ვიღაცა დინარაძეზე მართლა გაუგებარი ხალხია ეს დროის ამბავია და ისა პატა ამ ხალხს არ უბრძოლია აი ხა იქოცი რამდენიმე ოცნების ვიღაცა უყურებს აბა ეხა ეს რაღაცა ბიჭო ამ ხალხს არ უბრძოლია ვინც იბრძოლა ის ხალხი ბიძინა ივანიშვილმა ეს შეჭამა თავის წეგან რას თქვი თავისი შვილები თავისი სხეულის ჭამა დაიწყო და სხეული იყო ბიჭო ის რა ქვია გომელაური იყო და არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მოურავი გინდა ეხა კნინობითად მიიღოს გინდა არის შეფს ეძახის რასაც შეფი იტყვის ისია მის პირად უსაფრთხოებას იცავდა და ბოლომდე გადაფარებული იყო აგერ კაცო ის რა ქვია ირაკლი ღარიბაშვილი ხო გაიზარდა ივანიშვილთან ოჯახში კაცო მიღებული კაცი მის შვილს ანდობდა ხო პატარა მცირეწლოვან შვილს ანდობდა და ბიჭო ის და ერთობა დაუცველი კი არა შეიძლება შენ დასაცავი გახდეს და რა დღეს კაცი დღეს არის ტიპი ჩემ ბიძინას ივანიშვილის ხელდა თვითონ პრემიერი იყო და ყველაფერი იყო ამ ხელისუფლებაში და სახში ჩაკეტილია ძმო ნათესავს ვერ ელაპარაკება ახლობელს და სტრესი და ახლო მეგობრები დაუჭირეს და გარემოცვა და კიდე ნაჟიმს აძლევენ ანუ ნახე მისი გარემოცვა შეჭამა ამ კაცმა და ხელისუფლებაში მოვიდნენ კობახიძე სად იყო 2012-ზე საერთოდ არსად არ იყო ის რა ქვია პატა არც მდინარაძე არც მიქანაძე არც ოხანაშვილი არც გეკა ეხა შესაძლოა მინისტრი გახდა კაცი რომელსაც ოცნების პარტიული ოფისთან არ ჩაულია არა არ ჩაულია ორგანიზაციებს რომელსაც უცხოური აგენტებს ეძახიან იმ ორგანიზაციებში მუშაობდნენ სულ ყველა ეგ აი პროკურორს მაგალითად აი პროკურორი შესაძლოა მინისტრი საერთოდ ნანახიც არა აქვს ქართული ოცნების პარტიული ოფისი მე 2012 წლამდე მდინარაძე მისამართიც არ იცოდა ალბათ ქართული ოცნების ოფისი სად იყო ნაციონალური მოძრაობის ოფისი ეწოდინებოდა რეგიონალურ დონეზე კობახიძეს ბიჭო წარმოდგენა არ ქონდა საერთოდ ამ პარტიაზე მითხარი დღეს მინდა პარლამენტში ვიღაცა ტიპი გამოიყვანეს რაგვარია მახარაშვილი კალაძეზე რო ბიჭო რა საიდან გაუგებარი ბავშვი თუ ბავშვია თუ კაცია არ ვიცი ვაფშე არ ვიცი ვინ არის ეს კაცი არა დილიც ვარ ამეთქვევეს სად იბრძოლა ვიღაცა იქ რაღაცა ესეთი ის რა ლამბერსექსუალები რო ყავთ აბა და გამოვლენ და კომენტარს ეგარეთ და ლამაზად ვინ არის გაქცევას ვერ მოასწრებს არა ვინ არის ის ხალხი მართლა ვიზეც იდგა ბიძინა ივანიშვილი სად არის ბიჭო ის ხალხი რატო უნდა შეაკლათ ახლა თავი თქვენ ამ პარტიას აღარ არსებობს ეგ პარტია აღარ არსებობს ბიძინას ერთგულ არ არსებობს არაფერი არსებობს ერთადერთი რამე ფული და გავლენის ინტერესი მორჩა მან არის წერტილი რა თორე ბიჭო სამგორის საერთოდ ჩემი მეზობელი რო იყო ეს რა ქვია ოცნების გადაკლული და დადის კიდე ეს რო ლაპარაკობს სულ ისე ვეხუმრები ხოლმე რა რო ბიჭო ღარიბაშვილი რა დღეშია გომელაური ლილუაშვილი კაცო ეს ლილუაშვილიც რა იყო ხო ლილუაშვილი იყო რომ მაისურებს ქართული ოცნების მაისურებს რო ბეჭდავდნენ სამეურნეოს ის იყო ხელმძღვანელი წარმოგიდგენია და აბა დროშის დაბეჭდვა ოცნების აბა მაისურის დაბეჭდვა ლოჯისტიკა ხო და აბა ის და სად არის მე უშიშროება ჩააბარეს ეს მამავებიდან დაწყებული პედაგოგებით გაგზელებული ყველას უსმინა
კაცმა და დღეს ესე იგი ამ ხელა ყავს გამختარი. სახი და ვერ გამოდიან. სახი და ვერ გამოდიან რა. ამიტომ რეჟიმი მართლა წეგან ძალიან კარგად თქვი რომ ესე იგი მილევად რეჟიმში როცა არის ესე და თავის ჭამას იწყებს რა და ამ საკუთარი თავის ჭამის პარალელურად იმან რა ქვია ოპოზიციონერად განწყობილმა ადამიანებმა და არ უნდა აქ რო იციან ხოლმე არც შემთავ და არ ლიდერი არა ლიდერები და ისინი არიან ის ახალგაზრდები ვინც იდგნენ წინაც იდგნენ და დღესაც საკუთარ კისრად აგერ 4 და 7 წლიან იმებს რა ქვია სროკებს უსჯის რუსული რეჟიმი ეგ ხალხია ლიდერი კაცო და კიდე გამოიკვეთება ხვალზე გის ადამიანები ვინც ამ ქვეყანას ჩაიბარებენ და მიხედავენ რა დარწმუნებული და დიდი თავდადებაც კი არ არის სიამდვილე საჭირო ყველა ადამიანმა აი ვის მართლა პრეტენზია აქვს პატრიოტობაზე და საქართველოს ერთგულებაზე თავის თავში უნდა იპოვოს არა ძალა რომ არ ვესახურებ რეჟიმს არა რეჟიმს და მორჩება ეგრევე რა არ უნდა ამას დიდი რაღაც არა რეჟიმს არ ვემსახურებ რეჟიმს მორჩა ეგ მასინ იწყება ჩამოშლა ის სწორი ხარ აი ხა ბიზნეს როგორი სიტუაცია გიცი 10 კაცი რო არის ხა 10 კაცი რო არის ხო პირობითად და 8 არის ერთ აზრზე რო რაღაცა ბიჭო შესაძლებელია მაგრამ იმ ბიზნესმა მეგეთ სისტემა შექმნა უნდობლობაა ერთმანეთის მიმართ რომ მე რო ვთქვა იმერე იმ ანუ არა აქვს ნდობა ერთმანეთის გათიშე და იბატონე და ამით ეხა 10 ესე იგი 8-2 აგებს პირობითად მაგრამ გათიშე და იბატონე იმიტომ რომ ის ორი კონსოლიდირებულია და ესენი დაგსაქსულები არის ერთიანობა გამოსავალ უმნიშვნელოვანესი ერთიანობა მე ვაწვევი 4-ს და საერთოდ არ მესმის რაღაცა პოლიტიკოსების ეხა 4 კი 4-ში უნდა იყოს ძალიან მძლავრი პროტესტი და სიგნალი იმის რომ ჩვენ მზად ვართ რეჟიმის დასასრულებლად და კიდე გავიმეორებ, სულ ვიმეორებ ხოლმე და მე ეს კომპლექსი მინდა რომ მოუშორო, რას მოვაშორო ამ ხალხს, აი პაატა ბურჭულაძის გარშემო რა. იმიტომ რომ კაცი რომელიც არ არის პოლიტიკოსი, კაცი რომელსაც არ უნდა პარტია და მეტიც ამბობს რომ ივანიშვილის რეჟიმი რო დასრულდება, არ მინდა მე პოლიტიკა, მე არ ვაპირებ პარტია იმას რა ქვია პარტიულობას ან რამე პროცესში ჩართვას. მე პარტიები გაიყავით ძმაო და მიდი და აჩვენეთ ხალხს ვინ უკეთეს ხელისუფლებას შესთავაზებ და სხვა გამოსავალს რატო ვერ ხედავ, იცი პოლიტიკოსების გარშემო გაერთიანება ვერ მოხდა ამ წლების განმავლობაში. ვიღაცას ის არ მოსწონს, ვიღაცას ეს არ მოსწონს, ვიღაცას აი ეხა წერა რა თქვი რომ განა გეგმა არ მოსწონს გიორგის, მაგრამ აი ვაშარდემ თქვა. აი ვიღაცა აი იქ სალომე არის არ შევადარებ რასულელი ახლა ჩემი დამოკიდებულება გიორგის სალომეზე სხვა განსხვავებული აბსოლუტურად მაგალითად მე სალომეს ნაირი ტიპი ნუ არ მინდა რა არ მევასება და არ მინდა და ოღონდ პროცესში ერთად ვიყოთ თუ არა ვიყოთ კაცო კი ბატონო კი რაზია ლაპარაკი ხო და ნახე იქ ვიღაცა სალომეზე ვერა იქ ვიღაცა იმას და ეს ადამიანი თქო არის ამ შემთხვევაში გამოსავალი თან მისი ინიციატივაა 4 ხო არ არის აი პოლიტიკოსებს ვეუბნები რომ ბიჭო თქვენ რას ნერვიულობთ ადამიანმა თქვა რომ ეს არის სამოქალაქო ინიციატივა გვერდში დაუდგეთ რა გვერდში დაუდგეთ რომ იყოს მძლავრი და გამოაჩენს პროტესტი მე როგორ უნდა ვიმოქმედოთ როგორ უნდა გავაძლიეროთ არ მიხვედი ადგილზე ისე ვერ გასაგებია ხო ახლა რანაირად გამოსაზრო კაცო ტაქტიკა და სტრატეგია თუ დღე არ ვიცით არიღი არ ვიცი და რამდენი ვართ არ ვიცით რა ამიტომ მე ამას ძალიან ისე ვაწვევი პატა ხო და კაია რომ თქვა მიპირობითად ერთიანობის მიმართულებით მე ვიზიარებ აბსოლუტურად მაგას 4-4-იც არის ხო ვიზიარებ და ჩემთვის მე მივდივარ რომ ის 4 არის რა მნიშვნელოვანი ხო და ამის უნდა 4-ის გარშემო ოღონდ კიდევ ამბობ ვინც უნდა დაირქვას რომ ინიციატორია აი მაგალითად სხვა თქვას ვიღაცამ რომ 4-ში მე ვიტყვი რომ ვეთანხმები იმას თუ ეს არის საჭირო არ ვიცი ან თუ არ უნდა რომ ვთქვა არ ვიტყვი კი ბატონო რა თავარია რომ მართლა ძალა ერთობაშია სინამდვილეში რა მეტი რა უნდა მოხდეს რომ აქამდე მივიდეთ და ეს დავიჯეროთ კაი მე მაინც იმედიანად ვარ განწყობილი და არ მინდა რომ ესე იგი გავიაროთ ის რაღაცა რომ 35 წელია ირანში მაგალითად აი ეს რეალობა აიათოლები არიან იქა და რაც რა რეალობაც არის ის დგას მე არ მინდა რომ ხო თორე ბიზინა აქეთკენ მიდის კაცო ბიზინა მზად არის რომ საქართველოს ეს რეჟიმი ერთმანეთს ემსგავსება მე შეიძლება იქ შინაარსში იყოს რომ იქ არის ისლამი მაგრამ მაგალითად კორეაში ვაფშე სხვა შინაარსია ხო სოციალიზმია კომუნიზმი არის მაგალითად მადუროს ვენესუელაში საერთოდ იდეოლოგია არ აქვს და კლანები ებძვის ისევე ქონების მაგრამ ერთი მოქმედების სქემა ერთი და იგივეა ყველას. ადამიანი უნდა იყოს დათბუნული, დაშინებული, რომ ვერავინ კითხვა ვერ დასვას. ხო და ხმა არ მოიღოს. მაგრამ ეგ ბოლოს მაქამდე გადის, აი ჩრდილოეთ კორეის არ იყოს, რომ იქ რაღაცა ერთმანეთთან ლაპარაკის უფლებად კი ეზღუდებათ და უცხოელთან საუბარიც და ნუ ვიზინა ხო მიდის მაქედიკენ აქ ისე მართლა ეხა რამდენი მიყურებთ და ვის გაგახსენდებათ, რომ რამდენი ადამიანი გადის და ჩუმოტლა ყოგით აივანზე გეტყვის რომ რას აკეთებენ. იმდენად ჩაუდო ბიზინა რომ ყველას გისმენთ, ყველას გიყურებთ რაღაცა
არა და მე საერთოდ არ მაქვს ეგეთი მაღალი წარმოდგენა სიმართლე რო გითხრა, რაღაც დოზით ახერხებენ, მაგრამ ის რო ეხა რაღაცა ლეგენდაა შექმნილი რო რაღაცა, მაგრამ დააშინეს ადამიანები რა. ეგ განგებაკეთებენ მაგას, რომ თუ ჩუმად იქნები და ხმას ამოიღებ, აი ცრუ ისა წარმოდგენას ქმნიან, რომ თუ ჩუმად იქნები, რეჟიმი არ შეგეხება შენ. არა და თუ ჩუმად იქნები, პირველი შენ გადაგტელობ სინამდვილეში. კი ბატონო, რამის ხო არ გამის თქმა ხო არ გინდა. არა, მთავარი არის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ახლა ვართ იმ ნიშნულზე და იმ ხაზზე, რომ მართლა ყველანაირ პარტიულობას აზრი არ აქვს დროებით, მართლა არ აქვს აზრი. უნდა დავდგეთ ერთად, რატომ? იმიტომ რომ ერთად ადამიანი უფრო ძლიერია ვიდრე კატიტკოცებული და ცალ-ცალკე ეს ბანალურია, მაგრამ სიმართლეა მართლა. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. სად ახლა 500 კაცი რო ვართ აქციაზე და რუსთავაზე რო ვდგევართ და სად 100.000 კაცი რო ვართ. ახლა მთავარია რომ ეს 100.000 კაცი გადავაქციოთ ძალად, რომელიც რეჟიმს მიუჩენს თავის ადგილს. დიდი მადლობა პაატა მანჯგალაძე სტუმრობისთვის. ხაბეს პოდკასტი აბრეშუმისა გამოვიწერეთ, დაგველოდეთ 4 შაბათს 21 საათზე. შევხვდებით მომავალ კვირას.